აი შევიდა საჯარიმოში, კარგი მოძრაობა, შანსი და 1-0 საბალობჟანიძის გოლი. შესანიშნავად ეს გოლი გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძემ, შესანიშნავად იმოქმედა დინამოს 22 ნომერმა, იდეალური გადაცემაც გააკეთა და სარიელ კავშირში გატანა აღარ გაშუროებია საბალობჟანიძის. 1-0 დინამო დაწინაურდა. განმეორებით ნახოთ რა კარგი იყო ჩაკვეტაძე. ჯერ გაუმკლავდა გაგი მარგველაშვილს და შემდეგ იდეალური გადაცემა კარის წინ დარჩენილ საბალობჟანიძეს. ძალიან კარგია გიორგი ჩაკვეტაძე. ბრავო ჩაკვეტაძე. ნახოთ. კარგი ჩაწოდება და 2-0 ბაჩო არაბულმა გაიტანა თუ მე მგონი საერთოდ არავინ შეხებია, ყველა ულოცავს თევზაძეს. ნახოთ განმეორებით. კი, ვერავინ შეეხო ბურთს, დაკარგა პოზიცია ლაზარე კუკატაძემ და 2-0 თბილისის დინამომ უკვე კომფორტული უპირატესობა შეიქმნა მატჩის ბოლო წუთებში. და პრაქტიკულად გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი დინამოელებმა.